სტუდიაში ახალი 12-ზე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. უმრავლესობას კიდევ ერთხელ დაჭირდა ოპოზიციის ხმები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 89 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობა წილ 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ნაციონალური მოძრაობიდან დასული მაჟორიტარების მხარდაჭერა დასჭირდება. მე შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენა და ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ ორ საკანონმდებლო ინიციატივას არ მოაწერა ხელი. საუბარია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ბრალდებულის უფლებებთან დაკავშირებით. თამარ გოგრესაშვილს ვთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე მან განმარტების გაკეთებას თხოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ გისმეთ. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ და პრეზიდენტის ვეტო ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ეს არის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავს ბრალდებულის უფლებას, მან თავად აირჩიოს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილული იქნება ნაფიც მსაჯულთა მიერ თუ მათ გარეშე. ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ამ ვეტოს დავძლებთ და ეს პრობლემა არ იქნება და ალბათ ეს მომავალ კვირაშივე განხორციელდება და შემდგომ უკვე ერთი თვის ვადაში შეიქმნება ახალი შემადგენლობის იუსტიციის საბჭო, რომელსაც იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს სასამართლოს ნდობა, სასამართლოს იმედი, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების იმედი. ამის გარეშე ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ შევხვდებით. პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა დღეს საპარლამენტო უმცირესობის მხრიდანაც. მარიამ საჯაია ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილ კანონპროექტს არ ეთანხმებოდა და შესაბამისად პრეზიდენტის ვეტოც მოსალოდნელი იყო. დიდი მადლობა თამარ გოგრესაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. რუსული გამოცემა „იზვესტია“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიცნო. გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია კავკასიური ფონდი ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია ჯეიმსთაუნთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა ამერიკისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა. იზვესტიას ინფორმაციით, ჯეიმსთაუნის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი შედიოდა. გიორგი მანჯავიძე ცდილობს ახლა გაარკვიოს დეტალები, მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გიორგი, რა პასუხი აქვს ქართულ მხარეს? ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოში ჩატარებულ სემინარებში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ქართული სპეცსამსახურები ამერიკულ მხარესთან ერთად ატარებდა. სწორედ ასეთი სათაურის სტატია გამოაქვეყნა რუსულმა გამოცემამ „იზვესტიამ“. სტატიის ავტორი ეყრდნობა, როგორც ის თავად წერს ამ სტატიაში, ინფორმაციას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტაციის მიხედვით წერს უფრო სწორედ ეს ავტორი ამ სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკულ ორგანიზაცია ჯეიმსთაუნთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური ფონდი საქართველოში ატარებდა სემინარებს, სადაც ხდებოდა სხვადასხვა კავკასიის ხალხთა წარმომადგენლების ეგრეთ წოდებული ვერბოვკა, რომელსაც შემდგომ ამერიკა და საქართველო ამ სტატიის მიხედვით თავისი ინტერესებისთვის იყენებდა. ჩვენ ამ წუთებში მუშაობთ ამ თემაზე, ველოდებით კომენტარს თავად შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც, თუმცა მანამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვთ, რომ შეფასება გააკეთოს ამ სტატიის. ბატონო ირაკლი, რას გვეტყვით ამ სტატიაზე ზოგადად? თავისთავად ცხადია, ინტერესი ტერაქტის მიმართ არის ძალიან დიდი მსოფლიოში. გამოძიება მიმდინარეობს და თავის მხრივ შედეგები უახლოეს ხანებში სავარაუდოდ დადგება, მაგრამ აი ამ მომენტს, როგორც ჩანს, რუსული სამსახურები იყენებენ იმისათვის, რომ ერთგვარად ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ და ეს სკანდალური ინფორმაციის გავრცელებაც მე ვფიქრობ უფრო მეტად საინფორმაციო ომის ნაწილია და აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო რეალობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართული
შესაბამისი სამსახურები ადეკვატურ პასუხს გასცემენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო საერთო პასუხი ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, თვითონ ამერიკული საგამოძიებო ორგანოებიდან. კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც ტიპიურად ხდება საინფორმაციო ომში ელემენტების გამოყენება და მეტი არაფერი. ეს მადლობა. ჩვენ ვცდილობთ დაუკავშირდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური ფონდის ხელმძღვანელობას და მათგან მოვიპოვოთ კომენტარები. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებს გამოძიებას და ამ გამოძიების მიხედვით, დასკვნის მიხედვით, თავად ტერაქტში მონაწილეობის ჩვენებიდან გამომდინარე, მათ აღიარეს, რომ ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ უკუთვნიან და თავად თავიანთი სურვილით მოაწყვეს ეს ტერაქტი. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი მანჯავიძე. ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებით კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებს კონგრესში ახსნა განმარტებების მიცემა მოუწევთ. კონგრესმენების შეკითხვებს დახურულ კარს მიღმა ფედერალური ბიუროს ის მაღალჩინოსნები უპასუხებენ, რომლებმაც 2011 წელს ბოსტონის აფეთქების ორგანიზატორი ტამერლან ცარნაევი დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით ცარნაევის საეჭვო საქმიანობასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ფედერალურ ბიუროს 2 წლის წინ შეატყობინა. რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა ცარნაევის საქმე შეისწავლეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. კონგრესმენებს აინტერესებთ, შეიძლებოდა თუ არა ბოსტონის ტერაქტის თავიდან აცილება და ხომ არ გამოიჩინეს ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა გულგრილობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ახალდღის სხვა სიახლეები ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში დღეს ბოლოს შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის რუმინელ კოლეგას პირისპირ გაესაუბრება და ამით ვიზიტს დაასრულებს. გუშინი ევროპის სასახლეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართა, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც სტრასბურგში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთის დელეგაციის წევრებთან ამ ფორმატით შეხვედრა შეცდომა იყო და კიდევ ერთი რევერანსი იმ რუსი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილი. უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ სადილზე რუსულ დელეგაციასთან საუბარი არ ყოფილა, იქ მსვლელთა სიაც არა ქართულმა მხარემ, არამედ მასპინძელმა ჟან-კლოდ მინიონმა შეარჩია. ასეთ ფორმატში შეხვედრა არა მხოლოდ უბრალოდ არის სტატუსით შეუსაბამო, არა მხოლოდ აზიანებს ჟენევის მოლაპარაკებას, ესე იგი საერთაშორისო ფორმატს, რომელზეც თავად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, მაგრამ ამავე დროს არის უბრალოდ მიამიტობა ფიქრი იმისა, რომ აი ესეთი კულუარული შეხვედრით რამე გადაწყდა. მე შეგახსენებთ, რომ ბატონი პუშკოვი არის საქართველოსადმი ერთ-ერთი ყველაზე მტრული დამოკიდებულებით ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მოთხოვნით და ჩვენი დევნილებისათვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევის ლოზუნგებით. ლანჩი გამართა ბატონმა მინიონმა, ანუ მინიონი იყო მასპინძელი, მან დაპატიჟა სტუმრები, მან დაპატიჟა ბატონი პრემიერი და კიდევ სხვა, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუტიტიოს და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკეტთან შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმშელეს საუბარი, ასევე შეეხო კანონპროექტ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანი ბუტიტიომ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია დადებითად აფასებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს. ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში სპეციალური მიწვევით იმყოფება. მე მას აუხსენი და ჩვენ გუნდურად მოახსენეთ როგორ ვაპირებთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე ორი სასწავლო საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდა უფრო ვიწრო კომისიის, საკონსტიტუციო კომისიის დახმარებით მოახდინოთ ამის ცვლილება. პარალელურად ჩვენ ვაყალიბებთ უფრო ფართო კომისიას, ის მოახდენს კონსტიტუციის საერთოდ ჯუაზე მოყვანას, ესე რომ ვთქვათ, რამე თუ სააკაშვილმა მას რაც უკვე კარგად ვიცით და შესაბამისად ძალიან ინტერესდებოდა ყველა ცვლილებით და ძალიან გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის საქართველოს კანონმდებლობაში რა პრობლემები არსებობს. დაგვარწმუნა, რომ ის მომავალში დაგვეხმარება და რეკომენდაციები ვენეციის კომისიის მხრიდან და ექსპერტების ჩართვა ვენეციის კომისიის მხრიდან ჩვენთვის არის აუცილებელი და ძალიან საინტერესო მათი რჩევები და ჩვენი მხრიდან
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბევრ საკითხზე ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე. განვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილებების, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხიც. რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ვენეციის კომისია მიესალმება ამ ინიციატივას, რომლის მიზანია დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო ერთგული რჩება ვენეციის კომისიის თანამშრომლობის მიმართ. როგორც იცით, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ვარ და ჩემი ოცნება დემოკრატიულად, ეკონომიურად და სოციალურად ძლიერი საქართველო ვნახო. იუსტიციის სახლში ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ექსპერტები საქართველოში მარშალისა და ბოშის ფონდების მიერ ორგანიზებული შეხვედრების ფარგლებში იმყოფებიან. 11 კაციან დელეგაციაში დიტერ ბოდენი ჩედის, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. საჯარო საქმეთა მინისტრი კი ბრუსელში იმყოფება. მაია ფანჯიტიძემ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ასპირანტი ქვეყნების საჯარო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფანჯიტიძის განცხადებით, ნატოს სამი ქვეყნის საჯარო საქმეთა მინისტრისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ამ ფორმატში შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს. მინისტრმა ნატოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და ISAF-ის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მაია ფანჯიტიძემ მონაწილეობა მიიღო ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში და ასევე ორმხრივი კონსულტაციები გამართა უცხოელ კოლეგებთან. ხვდები სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. უკვე მქონდა შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან. კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა დღეს და გარდა ამისა ხვდები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჩვენს რეგიონში ბატონ ჯეიმს აპატურაის. მასთან მე განვიხილავ ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ნატო-საქართველო კომისიის და ეროვნული გეგმის მსვლელობის პროცესს და გარდა ამისა ვისაუბრებთ ავღანეთში საქართველოს მონაწილეობაზე, რადგანაც როგორც გითხარით, ეს არის მთავარი თემა დღეს. არის თუ არა მზადცეს 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ არჩევნების ჩასატარებლად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა პაპავაძე მუშაობს დღეს ამ თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თუმცა რა ეტაპზეა წინა საარჩევნო სამზადისი? საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 27 აპრილის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. დღეს სრულდება ბიულეტენებისა და ოქმების ბეჭვდა, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო კომისიებს გადასცემს. რაც შეეხება დამკვირვებლებს შუალედურ არჩევნებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო ექსპერტებიც. დღეს მეცხრე არხი ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ესტუმრა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე უბნებს უკვე ამზადებენ. დღეს ასევე დარიგდება ეგრეთ წოდებული ბუკლეტები, რომლებიც მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწოდებს თუ რომელ საარჩევნო უბანზე უნდა დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ჩვენ დღეს დავასრულებთ ბიულეტინების და ოქმების ბეჭდვას. ხვალიდან უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტინებს. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს არის ბოლოვა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის, რომ მოგვმართონ აკრედიტაციების მისაღებად და რაც შეეხება სადამკვირვებლო პროცესს, დარეგისტრირებული არიან უკვე ჩვენთან როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ შუალედურ არჩევნებს. 25 საარჩევნო უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, მომზადებულია ყველანაირად საარჩევნო ოთახი, ამჟამად მიმდინარეობს მოსაწვევების დახარისხება და დარიგება ამორჩევლებისათვის. შუალედური არჩევნები 27 აპრილს სამტრედიის, ბაღდათისა და ნაძალადევის ოლქებში გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნა საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებული დეპუტატების თია წულუკიანის, არჩილ კვილაშვილისა და კახი კალაძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლამ გამოიწვია.
დიდი მადლობა, ეს იყო რანცა პაპავაძე. განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი მედია საშუალებებს მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციის დაშუქების დროს სიფრთხილე გამოიჩინონ. მინისტრი ასევე მოუწოდებს ეთიკის საბჭოს ყურადღება მიაქციონ ამ სიუჟეტს. მარგველაშვილის განცხადებით გუშინდელმა რეპორტაჟმა ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც მან აღნიშნა, თემა დაშუქდა ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე. მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ მოუწოდო მედიას, რომელიც რაიმე პასუხისგებლობას იღებს იმაზე, რომ საზოგადოებას აწოდის გადამოწმებულ და მედია და ჟურნალისტიკის სტანდარტების მიხედვით გაანალიზებულ ინფორმაციას, ყურადღება გაამახვილოს იმ ფორმატზე და იმ სტანდარტებზე, რომლითაც ისინი ახორციელებენ მსგავსი სიუჟეტების გადაცემას. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მედია საბჭოში, ეთიკის საბჭოში, ყურადღება მიაქციონ ამ სიუჟეტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტახის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვარზე ცდილობდა უზბეკეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე ქალბატონის უკანონოდ გადაყვანას. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დააკავეს. დაკავებულია საქართველოს მოქალაქეების წარსულში ნასამართლებია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე მათგანი დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი ამოიღეს. ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი ნარკორეალიზატორისგან შეიძინა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებას დაკავებულების მიმართ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საახსრულებო სისტემის გაუმჯობესება დაძმობილების გზით ბესტის დახურვის კონფერენცია ქორთიერთ მარიოტში. ფინალურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. პროექტი 2011 წლის სექტემბერს დაიწყო და 20 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება შეჯამებას იმ სასარგებლო საქმიანობის ძალიან პროდუქტიული შრომის შეფასებას, რომელიც გასწია პროექტმა საქართველოში და რომლის დახმარებითაც მე ვფიქრობ ძალიან დადებითი ნაბიჯები გადადგა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. დღეს შევიკრიბეთ, რადგან დღეს არის ფინალური კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საახსრულებლო სისტემის გაუმჯობესება დაძმობილების გზით, რომელიც მიმდინარეობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აღსრულების სისტემას აქვს გარკვეული მიღწევები, თუმცა ეს მიღწევები არ არის საკმარისი, ვინაიდან რაოდენობა საქმეების, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინაშე არის ძალიან ბევრი. აღსრულების სისტემის ხელმძღვანელობა არის ეროვნული ბიურო არის მზად, რომ ის წინადადებები, რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირს აქვს, გაითვალისწინოს. ამ დროისთვის ეს იყო ახალი ამბებით ეთერში პირველზე ბრუნდებით დროებით.